გამარჯობათ მეგობრებო. ყველას მოკითხვა, ბედნიერება, სიხარული. მე ყოველთვის უფრო უმეტესად ამერიკიდან ვიძახდი, მაგრამ ეხლა ამჟამად აგერ ჩვენი სამშობლოდან, ჩვენი თბილისიდან ვიძახი. მოიწვიან გადავედი თბილისურ მარაფაში. ყოველთვის პირველი 2 დღე მიჭის ხოლმე აქაურ მოძრაობაში შეჩვევა, მაგრამ უკვე მესამე დღეა უკვე. ასე თუ ისე შევეჩვია და ნუ ბოლოს ამ ქალაქის კვიდრი ვარ, გინდა არ გინდა შეეჩვები იმ რეალობას, რასაც ქვია საცობი, გარღვევები და ასე შემდეგ, ნუ ერთ სიტყვით ქალაქურ გარემოს ვეჩვევით. ვიდეოები შეძლებს და გვარად ისეთი ინტენსიური არ იქნება, მაგრამ ჩვენი არხიდან გამომდინარე, რომ ლაპარაკობთ პრობლემებზე, მიმდინარე პროცესებზე და ჩვენებურად, როგორც უბრალო ადამიანი, ჩვეულებრივ ყოფით, ცხოვრებისეულ პრობლემებს და დაბრკოლებებს ჩვენც არა ვართ გამონაკლისი და ჩვენც ასე თუ ისე შევუდგებით. ეხლა მე ცოტა პატარა რეალია საქმეში ვარ და მე მივარ ოფისში და მინდა პატარა ჩვენი ამბავი განვიხილოთ. მოთხოვნა არის ჩვენი ფოლოვერების და მაყურებლების, რომ შევხვდეთ ერთმანეთს ამ თემაზე მინდა გავისაუბროთ. და თქვენი გადაწყვეტილება და აზრი ყოველთვის მთავარია, მნიშვნელოვანია ჩემთვის და უბრალოდ აი ამ საცობებზე მე მოვშორდე და ერთ ადგილას მივარ და მე წყნარად მივარ ოფისში და იქ განვაგრძო ჩვენი საუბარი. როგორც იქნა მოვედით რა, ეს რეალობა, ეს საცობები, ეს ყველაფერი. წეღანად თქვი რა, ესე იგი 2-3 დღე მჭირდება რომ აქაურ სიტუაციაში შევეჩვიო, მაგრამ აი ეს საცობები ძალიან დამაფიქრებელია და რა ეშველება ამ თბილისს არ ვიცი, თუმცა ჩვენ ამაზე ადრეს გვაქვს ნალაპარაკები და მე მაგაზე ალბათ კიდევ ვილაპარაკებ. კარგით მეგობრებო, რატო ჩავთე ეს ვიდეო და რისი თქმა მინდა? ესე იგი ჩვენი არხიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი არხი არის, ასე ვთქვათ, ჩემ მაგალითზე უბრალო ადამიანები, ჩვეულებრივი ადამიანები, როგორ ცხოვრობენ, როგორ ჭრიან თავის პრობლემებს, მიმდინარე ეკონომიურ და სხვადასხვა პრობლემებს და ამას ვაჩვენებთ. და ვცდილობ შეძლებს და გვარად გადავჭრათ, ხო? თავიდან ამ არხის გადაღება რო დავიწყე, ისე ფიქრობდი რა, აი ვიღებდი რაღაცეებში მიდიოდი, ვიღებდი და ასე ეწერა უბრალოდ. და მე დროთა განმავლობაში რო შევამჩნიეთ, რომ მაყურებელი მოემატა, უკვე წამოვიდა, ასე თქვათ, ფიქრების გაზიარების და ჩვენების სიტუაცია. ნუ ასე თუ ისე მოვედით ამ დონემდე და გაგვიჩნდა ფოლოვერები, მაყურებელი, გულშემატკივრები და ჩვენ შეძლებს და გვარად ვცდილობთ ნატურალურად, ბუნებრივად, როგორც ვიძახით ხოლმე, ეს ყველაფერი ვაჩვენოთ. უბრალოდ ჩვენი აზრები, ჩვენი ფიქრები და ასე შემდეგ. გაჩნდა მოთხოვნა, რომ შევხვედრილიყავით ერთმანეთს და ჩვენ წინა ვიდეოდან გახსოვთ, მე ასეთი სურვილი გამოთქვი და ძალიან ბევრი თხოვნელი გამოჩნდა, რომ შევხედროდით და გვესაუბრა. ეხლაც ზოგჯერ პირადად მოდია, მაგრამ მართლა ერთი ცუდი აზრი ნამდვილად არ არის და კი, გავაკეთოთ ეს, მაგრამ ჩვენ გვექნება ეხლა ვიფიქრეთ, როგორ მოხდეს ესა, რა გავაკეთოთ, როგორ გავაკეთოთ. ვინადა ჩვენ ყველა თემაზე საუბრობთ და ფიქრობ, რომ შევხვდებით ერთ 2-3 საათი, ვიფიქრეთ, გავაკეთოთ პატარა ალაფურშეტი, ვისაუბროთ, გავეცნოთ ერთმანეთს, გაუზიაროთ და
თუ აი ხა კითხვა ისმე ახლა რატო უნდა შევხვდი აკაკი გეგენავას რა ჩემ ამბავში მაგრამ იქიდან გამომდინარე ისე და ისე რომ უბრალო ადამიანების ფიქრებს უზიარებთ ერთმანეთს რატომაც არა და თუ გვაქვს დრო და ერთმანეთს დავეხმარებით და ჩევებს და გამოცდილებას გაუზიარებთ რატომაც არა ბოლოს და ბოლოს ამ ქვეყანაზე რატო ვართ მოსულები რომ მივახციოთ რაღაც წარმატებას და უბრალოდ ის ტირე ჩვენ რასაც ვამბობთ განვლოთ ღირსეულად და კარგად. ვიფიქრე და ასეთი რაღაცა გადავწყვიტე თუ შეხვედრა გვინდა რომ ორგანიზებული იყოს ეს ყველაფერი მე მოგცემთ ტელეფონის ნომერს აგერ გადმოგცემთ მე ტელეფონის ნომერს დარეკავთ აი ამ ნომერზე 599 97 99 05 599 97 99 05 ურმის აიღეთ ჩვენი თანამშრომელი თეონა და უბრალოდ დააფიქსირეთ თქვენი სახელი და გამოთქვით რომ ჩვენ ამით გვეცოდინება რამდენ ადამიანს უნდა შეხვედრაზე წამოსვლა და გავაკეთებთ ორგანიზებას. იქნება 20 კაცი, 30, 50, 100 იქიდან გამომდინარე უკვე დავაორგანიზებთ და მე ჩვენ თვითონ დაგირეკავთ თუ ვინმე ტრანსპორტის საშუალება არ არის მაგის ორგანიზებასაც გავაკეთებ და თუ თქვენ თვითონაც მოხართ, კარგი იქნება. და ფიქრობთ ეს შეხვედრა გავაკეთოთ ჩემ კომერციულ ობიექტზე ხაშმის წინ ბუფეტში პატარა და თუ იქნება 100 კაცი, მაგასაც მოვახერხებ, თუ იქნება 20 კაცი, თქვენ ტელეფონის ზარებზეა დამოკიდებული და თქვა დავაკვირდებით რამდენი ადამიანი დარეკავს, თქვა ერთი კვირის განმავლობაში და მე უკვე იქიდან გამომდინარე მოვიმოქმედებთ სად შევიკრიფოთ. ფიქრობ რომ შევიკრიფოთ, ფიქრობ კი არა, მანდ ვაპირებთ. ფიქრობ საღამოს დროს, ალბათ 6 საათის შემდეგ, სამსახურის შემდეგ, ხაშმი ძალიან ახლოს არის, სარტიჭარას 20-30 წუთი სავალია. შევიკრიფოთ 2-3 საათი, პატარა ალაფუშეტით, პატარა მე გაგაცნობთ იმ კომერციულ ადგილს, მე ჩემ ბიზნესურ გეგმებსაც გაჩვენებთ, ჩემი ვიდეოები, ვისაც აქვს ნანახი, გეცოდინებათ და თემები გვექნება, მეც ჩამოყალიბდები. ჩვენ ჩვენი არხი რა არის? ჩემი პატარა ბიოგრაფია უფრო ბიოგრაფია, ფაქტურად ჩვენი ვიდეო, ვისაც უყურებს, არის ფული რო არის, ჩემ ბიოგრაფიას მივყრები და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსაც ყვები. ამაზე ვისაუბრებთ ბიზნესზე, ვისაუბრებთ თავისთავად ამერიკაზე და მე ჩემი გეგმა მექნება, რომელიც გაგზელდება. თქვა 10-15 წუთი, ასეთი ფართო თემებზე ვისაუბრებთ და კარგი იქნება თუ თქვენც ერთ-ორ კითხვას მოვამზადებთ და მე გადავართ კითხვით ფორმაში. იმედია საინტერესო საღამო იქნება, იმედია ერთმანეთს შევავსებთ, რაღაც გამოცდილებას მივიღებთ და გვექნება მე პატარა ალაფუშეტი ევროპულ სტილში, ყავა, ნამწვარი და პატარა შამპანიური და უკვე პირადად გავესაუბრებით ერთმანეთს. უბრალოდ ჩვენ ხო ცხოვრებაზე საუბრობთ, აი ყველაფერზე საუბრობთ, ყველა სიტუაციაზე, იქეთური, აქეთური წარმატებას და სამწუხაროდ ცუდი ამბავი მომივიდა ჩემი ვინც იცით მე სიკვდილისთვის და ბევრი რაღაცისთვის მაგ ნანახი და სამწუხაროდ ის ობიექტი, სადაც ჩვენ ახლა უნდა წავიდეთ, ჩემი მეგობარი, ჩემი მარჯვენახელი მეწილე და სამწუხაროდ გარდაიცვალა სულ რაღაც 10 დღეა დაკრძალული და რა თქმა უნდა სიკვდილი 54 წლის ადამიანი და ამიტომ ცოტა მეც არა მაქვს ასე ვთქვათ იმათ არა ვარ შემართულად რაღაცა, მაგრამ ცუდი ამბავია ფაქტურად სადაც ვიქნებით. აი ესეც რაღაც ცხოვრებისეული მომენტია, ხო, აი რაღაცას გეგმა, რაღაც ბანკურ იმედს წვიტა, ფიქრობ და უცბად გამოგეცლება ადამიანი გვერდიდან და უკვე ამაზეც ვისაუბროთ და
ну თავისთავად პატივს ავცემ ჩვენ მეგობარს სამწუხარო ჩემ ცხოვრებაში უკვე მეოთხე თუ მეხუთე ასეთი მეგობარი გარდამეცვალა ბიზნეს პარტნიორი და ფიქრობ ღირს არ ღირს რა არის ჩვენი ცხოვრება რისკენ მივისწრაფით და აი ამაზე ყველაფერზე ვისაუბრებთ რა თქმა უნდა ყოველგვარი დაძაბულობის ყოველგვარი როგორ ვთქვათ უარყოფითი ემოციიდან გამომდინარე მაგრამ ეს რეალობაა ეს ცხოვრებაა და ну საერთო ჯამში ვისაუბრეთ ყველაფერზე და მე ალბათ პატარა წეღანავს გალაფუშეტი და აი ესეთი პროგრამა გვექნება ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული თქვენ აქტივობაზე და მე თავისთავად ისე გავაგზავნებ ვიდეოებს შეძლებს დაგვარად და იმ თემებს რაც ყველას ჩვენ გვეხება ერთ-ერთი რუბრიკაც გვაქვს ხო ჩვენ ფული ფაქტიურად ეს ისტორია მიყვები წეღანარც ვთქვი და დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში ჩვენი არხის დევიზი რა არის დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში გამოცდილებით სიყვარული პატივისცემით და ეს ჩვენი ტირე განვოთ ღირსეულად და კაცურად რო იტყვია ჩვენი ობიექტი ძალიან ადვილი მოსაგნებია ასეთი სოფელია ხაშმი ადრე ცენტრალური გზა იყო ცენტრალური გზა გადაიტანეს და ხაშმიზე ასე ნახავ ბუფეტი აწერია და დიდი თეთრი სახლი სულ რაღაც 20 წუთი უნდა აი ნუ ქალაქი ცენტრი და იქ მოხდე და მოვძანდით ნუ წინასაგეუნებით რა ხდება და ბოლოს და თუ ვისაც ტრანსპორტის საშუალება რა აქვს მოვახერხებთ ან სამარშრუტო ავტობუსით ან თვითონ ავტობუსით ორგანიზებას გავაკეთებთ და ისე აი ნომერს მოგაწვით რომ აი ამ ნომერზე დარეკეთ 599-97-99-05 რეგისტრირდით თქვენი სახელი თქვით და რა ვიცი იმედია კაი საღამო შემეცნებითი საღამო გვექნება მე კიდევ დაგემშვიდობებით და შეძლებს დაგვარად ჩავერთობი ძალიან მაგარი რეალიაში ვარ ბევრი ძალიან ძნელია ისეთ რაღაც აი ფაქტობრივად მთელი გეგმები ჩამეშალა რა ახლა რა თქმა უნდა გეგმები კარგია მაგრამ ადამიანი რო გვერდიდან გამოგეცლება ვისთანაც აპირებდი რა არის სულ 54 წლის ალბათ ესე ცხოვრება ადრე ომებში და რაღაც ავარიებში რო ხდებოდნენ ადამიანები კიდე ხე მაგრამ აქ ახლა რო ფიქრობ რაღაცებს რაღაც გეგმებს და ესე ცხოვრება. კარგით ამ მეგობრებო, ცოტა სევდიანი ის გამოვიდა, მაგრამ იმედია რომ შევხვდებით ყველაფერი კარგად იქნება და ისევ დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში და ყველას გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და ველოდებით თქვენ ზარებს.